საქართველოს განაცხადზე ევრო 2020-ის მასპინძლობასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვია ციჭინავამ საგანგებო განცხადება გააკეთეს. მოგესალმებით, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის ფეხბურთში ემასპინძლათ ერთობლივად, თუმცა მას შემდეგ აზერბაიჯანის მხარემ უკვე გადაწყვიტა, რომ მათ 2020 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვან და დიდ სპორტულ ფორუმს ოლიმპიადას უმასპინძლონ და ზაფხულის კეთილნების თამაშების სამასპინძლოდ მათ მთელი აქცენტი და ყურადღება იტანონ და ევროპის ჩემპიონატი მათ პრაქტიკულად უკვე ნაკლებად დაინტერესებს და ამ შემთხვევაში გამოდიოდა რომ საქართველოსაც უნდა დაენებებია ფიქრი აი ამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, თუმცა ქართულმა მხარემ გადაწყვიტა რომ კონტინენტის პირველობას ფეხბურთში უმასპინძლოს დამოუკიდებლად მარტო და ამის შესახებ უკვე განცხადება სპეციალური UEFA-ში გაგზავნილი იქნა გუშინ გვიან ღამით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეიტანა პრეს განაცხადი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ეს ჩვენი სურვილი მოგცემს იმ მონაწილეობის პროცესში, მოგცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, თან ჩვენ უკვე დავასრულებთ ბათუმის სტადიონის საპროექტო სამუშაოები და წელსვე დაიწყება ბათუმის სტადიონის შენობება, ასევე ზუგდიდის, ქუთაისი, გორი და თბილისის ორივე სტადიონი. 2016 წლიდან იწყება ახალი ეტაპი ევროპის ჩემპიონატზე. იცით რომ დღეს ასპარეზობს 16 გუნდი, მაგრამ რაღაც ყველას დაავიწყდა რომ შემდეგი ეტაპი არის 24 გუნდიანი. უკვე არის ლაპარაკი მინიმალურად 12 სტადიონზე. 12 სტადიონი უნდა იყოს, ყველაზე პატარა 30000-იანი და ყველაზე დიდი 50000-იანი. ამას უნდა დაემატოს 3 სათადარიგო სტადიონი. მოგესალმებით, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ანუ 2012 წელს, ანუ მიმდინარე ზაფხულს უმასპინძლებს კონტინენტის პირველობას უკრაინა და პოლონეთი ერთდროულად, 2016 წელს კი, ანუ შემდეგ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს საფრანგეთი, ხოლო 2020 წლისთვის უკვე კანდიდატების სურვილთა რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუმცა როგორც არაოფიციალური წყაროებით არის ცნობილი, დაახლოებით რამდენიმე ქვეყანას და ისეთ ქვეყნებს როგორიცაა გერმანია, თურქეთი და ჰოლანდია სურთ მიიღონ საკუთარ ქვეყანაში კონტინენტის პირველობა და 2014 წელს მოხდება სწორედ აი ამ კანდიდატების შერჩევა, რომლებიც შემდეგ იბრძოლებენ უკვე დასკვნით ეტაპზე თუ ვინ მიიღებს მასპინძლის სტატუსს და 2014 წელს უკვე ყველა ამ სრულმა ქვეყანამ უნდა წარადგინოს საკუთარი პროექტი თუ რა და რის საშუალებას მისცემენ ისინი საკუთარ თავს, რომ ღირსეულად და სათანადოდ უმასპინძლონ კონტინენტის პირველობას ფეხბურთში. ასე რომ საქართველოს მხარეს იმედი აქვს, რომ 2014 წელს წარადგენს სათანადო პროექტს, ხოლო შემდეგ უკვე 2020 წლამდე მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ ეს პროექტი თანდათან მეთოდურად განახორციელონ და ღირსეულად უმასპინძლონ საფეხბურთო